სალამით მეგობრებო ყველას, დღეს ჩვენ ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალებით მოცულ და ძლიერ ადამიანზე One Piece-ში. ეს არის შავწვერა და მარშალ დიდიში. ყველაფერს გავარკვევთ ამ ვიდეოში. ავხდით მის მესამე Devil Fruit-ის ძალას საიდუმლოს. დარჩით ბოლომდე. დღეს შავწვერაზე ბევრი რამეა მოფიქრებული, ბევრი თეორია არსებობს, ბევრიც ალბათ სწორია და მაგალითად ერთ-ერთი ის არის, რომ მასში ცხოვრობს სამი ადამიანი, სამი სული აქვს შავწვერას. ამას ძალიან ბევრი რამე მოწმობს. მაგალითად, აქვს გააჩნია ორი Devil Fruit-ი, რაც ერთი ადამიანისთვის მართლა შეუძლებელია, ასე რომ გააჩნია მას სამი სული. მასში ცხოვრობს სამი ადამიანი. ეს მართლაც გასაგიჟებელი ფაქტია, მაგრამ უკვე ვიცით და გადავხარშეთ ეს ყველაფერი. მას აქვს Yami, Goro, ერთი რომელიც თვითონ შეჭამა და მეორე რომელიც თეთრ წვერას მოპარა მისი ძალები. მაგრამ არავინ არ ვიცით რატომ არ ჭამს ეს მესამე Devil Fruit-ს, ხო? ალბათ გასაოცარია, იმიტომ რომ რაც უფრო ძლიერი იქნება, თავისთვის კარგია, მაგრამ აქ უფრო დიდი საიდუმლო იმალება. ხო, ამის საიდუმლო ის არის, რომ მას უკვე ნაჭამი აქვს მესამე ხილი. ხო, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს მე მგონი რომ 100-ია, მე პირადად ასე ვფიქრობ, ხალხის თეორიებიც გავაერთიანეთ ჩემი მოსაზრება და ამ აზრზე დავდექი და ალბათ თქვენც მოგეწონებათ. მას აქვს უკვე ნაჭამი მესამე ხილი, რომლის ძალებია მოპარო სხვის Devil Fruit-ის ძალები. ოღონდ, არა Devil Fruit-ი, მისი ძალები. ხო, ამას კიდე ახსნის ის, რომ რაში დასჭირდა Marineford-ში შავი გადასაფარებელი თეთრწვერას ძალების მოსაპარად, რაცა ეს ისე შეეძლო. ამის პასუხი კი ის არის, რომ არ უნდა გაემჟღავლებინა მისი Devil Fruit-ი, მისი მესამე Devil Fruit-ი და მისი სისუსტეები. დღეს კი მისი სისუსტეებიც გავარკვიეთ და საერთოდ ყველაფერი. ხო, ეხლა მოდი პირადად იმ Devil Fruit-ზე ვისაუბროთ, რაც მას გააჩნია. ჩვენამდე არ არის ჯერ ინფორმაცია მოღწეული, მაგრამ აუცილებლად იქნება ეგეთი ხილი, რაც ძალიან უძლიერესია მართლა, მაგრამ მას გააჩნია ბევრი სისუსტე. ის არ იღებს პირდაპირ Devil Fruit-ს. ის იღებს ადამიანის, რომელიც მოკვდება მისი Devil Fruit-ი ტოვებს და ედვარდი ნიუგეითი, როცა გარდაიცვალა მარშალ დიდიჩმა, იგივე შავწვერამ დაიჭირა მისგან წასული ენერგია Devil Fruit-იდან, რაც თავისი მარშალ დიდიჩის მესამე Devil Fruit-ის ძალა. ანუ იჭერს ენერგიას, რომელიც ადამიანს სიკვდილის შემდეგ ტოვებს. მაგრამ მისი სისუსტე ეს ერთი და მეორე ის არის, რომ აუცილებელი პირობაა ერთ-ერთი გადააფაროს შავი გადასაფარებელი, რადგან იყოს სული სიბნელე, რასაც შეძლებს შემდეგ მოიპაროს მისი Devil Fruit-ის ძალები. რაც ძალიან დიდი სისუსტეა ამ ძალიან მაგარი ხელისთვის, მაგრამ სხვა როგორ. ეს სისუსტე ანუ ვერ განხორციელდება შავი გადასაფარებელის გადაფარება, უბრალოდ ლაპარაკის ან რაღაც ბრძოლის დროს. ეს უნდა განხორციელდეს ადამიანის მოკვლის ან სრულიად უმწეო მდგომარეობის დროს. მოდით გავიხსენოთ ერთ-ერთი მომენტი. აბსალომი, კეიკო მორიას ერთ-ერთი შიჩიბუკაის თანაგუნდელი, რომელსაც გააჩნდა გაქრობის Devil Fruit-ი. რაც დავინახეთ შემდეგ შირიუს ჰქონდა. ესე იგი, აბსალომი მოკლეს და ისე მიიღეს მისი ძალა. ხო, კიდე ისიც მიუთითებს, რომ როგორც თქვი, შეუძლია მარშალ დიდის შავწვერას დაიჭიროს მხოლოდ ადამიანისგან გასული ენერგიის Devil Fruit-ის ძალები და არა თვითონ Devil Fruit-ი და შემდეგ ვისაც უნდა იმას გადაცემს. ძალიან მაგარი Devil Fruit-ი. მართლაც, მაგრამ რაღაც სისუსტეები აუცილებლად უნდა გააჩნდეს და 1-2 ხალხს ვთქვი. სწორედ მის შესაბამისობაა, რომ ყავს მარშალ დიდიც ასეთი ძლიერი გუნდი, ყველა Devil Fruit-იანი. ხომ გასაოცარია რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც უკვე თქვი, ადამიანს თუ ვერ დაიჭერა, ან მოკლავ, ან უმწეო მდგომარეობაში თუ არ ამყოფებ, იმ შავ გადასაფარებელს ვერ გადააფარებ, ვერ მოპარავ Devil Fruit-ის ძალებს, ამიტომ ჭირდება ძლიერი გუნდი, დაიჭირო
ის ხალხი, რომლისთვისაც უნდა მოპარვა Devil Fruit-ის და შემდეგ აქციონ თავის გუნდის ძალება. აუკიჯიც ასე შეუერთდა თითქმის, როცა ადმირალობა დატოვა და ეს გუნდი ზედმეტად გაძლიერდა. ეხლა ყავს ძალიან ძლიერი გუნდი მართლა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი. შეიძლება შანქსას გადაასწრო, მაგრამ მე მგონი უტოლდება, მაგრამ შეიძლება გადაასწროს კიდევაც. ამდენად ძლიერი ხალხი ყავს. ასწრებს ერთ-ერთ არა მართლა ძალიან როჯერის მეკობრეს. ზედმეტად ძლიერი გუნდია და თვითონაც ძალიან ძლიერდება, რა თქმა უნდა გააჩნია ახლა ორი ხილი, მაგრამ დამოვიწყოთ, მე თქვა თქვენთვის, რომ მას გააჩნია სამი ემოცია. ესაც იმას მოწმობს, რომ აქვს სამი სული. ერთ-ერთი ემოცია არის ძალიან შეშინება, ერთ დროს ძალიან შიშარა იჩდება, მეორე დროს ძალიან ძლიერი ლიდერული თვისებებით იჩითება და მესამე დროს ძალიან ჭკვიანია. ზედმეტად ჭკვიანია ხოლმე ერთ მომენტში ეს რაც მესამე სულს მოწმობს, ასე იქნება ის, რომ მას წვერი ჯერ ერთად ქონდა გაყოფილი, მერე ორად და მერე სამად. ეს სამ სულს სამ Devil Fruits მოწმობს. ასევე მისი კბილების განლაგებაც იცვლება. ხან სრულიად მოწყობილია, ხან ჩამტვრეული რაღაც გადასწორებული, რაც როგორც მოგეხსენებათ, ის იყო თეთრ წვერას გუნდის წევრი ბავშვობაში და როჯერის მეკობრემა შანქსმა და ბაგიმ ჩაუმტვრიეს ის ორი კბილი და მე შეიცვალა განლაგება ისე გაუხდა, რაც ესეც სამ სულს მოწმობს. მართალია ძალიან შოკის მომგვრელი რაღაცეები ვთქვი, შეიძლება ინფორმაცია მოგაწოდეთ, მაგრამ მე რასაც ვთვლი ეს ასია და ყველა იმაზე მოწმობს. დაახლოებით ეს არის ჩემი 98%-იანი ვარაუდი. რა თქმა უნდა, ყველას თავისი აზრი გაქვთ, მაგრამ ეს ჩემი აზრია, რომელიც მართლა შეესაბამება და მგონი ოდას One Piece-ის შემქმნელს ჩაუშალეთ თეორიები. არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, გამოიწერეთ ეს არხი და ლაიქით ვიდეო და გააქტიურეთ ზარისგილა კიდათა. არ გამოგჩნდეთ მეტი ასეთი ვიდეოები. ისეთ ქვერას ფიქრობთ, ჩაუშლის ლუფი მარშალ დიტის თავის გეგმებს თუ გაძლევს ბოლომდე და გახდება მეკობრეთა მეფე.